ეთერშია ავთანდილ მარგიანი, რომელიც სულ გაუგებრობაში აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში გაკეთებული განცხადებების კვალდაკვალ ჩვენ ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ. მადლობა ბატონო ავთო, რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რა სიტყვით, ვინ მიგიწვიათ გუშინ ქართული ოცნების პოლიტიკურ ღონისძიებაზე? დღეს ისინი ამბობენ, რომ თქვენ მათ არ მიუწვევი ხართ. ამ დროს თქვენ აცხადებდით, რომ მზად იყავით თქვენივე თანაპარტიელებთან და ხელმოწერების საფუძველზე შეერთებოდით, როგორც თქვენ უწოდეთ ივანიშვილის მოქალაქეთა კავშირს ოცნებას. ბატონო ავთო, არ გესმით ჩვენი? თქვენ გეკითხებით, დიახ, პირდაპირ ეთერში. კი, მაგრამ კი ბატონო. გამარჯობათ, გაიხარეთ საქართველოს ნუხარასე დარდიანი, გამარჯვების გზას გიჩვენებენ ივანიშვილი და მარგიანი. ბატონო ავთო, ქვეყანას გავაერთიანებთ, დავიქნებით ბედნიერი, გავიმარჯვებთ თუ ჩვენ რუსეთს, გაუწოდებთ ძმობის ხელი. ბატონო ავთო, ვინ მიგიწვიათ გუშინ პარტიულ ღონისძიებაზე? ვინც მართლმადიდებლობას აგმობს არის რუსეთის მგობელი, შორით მოყვარეს გერჩიოს, კაი სახლო მეზობელი. ბატონო ავთო, ვინ მიგიწვიათ მე ვცხოვრობ იქ საგურამოში და ჩემ სახლთან მოვიდა სტუმრები და მე მიმიწვიეს იქით. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გვერდზე ვცხოვრობ მე თვითონ. მე მან ჩამასახლა საბჭოთა კავშირის განთქმულმა გმირმა ბიძაჩემმა იაროსლავ იოსელიანმა. და ახლა ასეთი გაუგებრობები არ უნდა იყოს, მაგრამ მთავარი რაც არის, ბიძინა ივანიშვილი ღმერთმა დალოცოს და სადაც არ უნდა იყოს, მე მასთან ყოველთვის გვერდში დავდგები. ბატონო ავთო, ქართულმა ოცნებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა დღეს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ავთანდილ მარგიანი და ზოგიერთი სხვა ადამიანიც, ვინც იქ ესწრებოდა გუშინდელ პოლიტიკურ ღონისძიებას, ორგანიზატორებს არ დაუპატიჟიათ ამ ღონისძიებაზე. რა სიტყვით გეწყინათ ეს განცხადება? ქალბატონო, გენაცვალე შენ. როგორ შეიძლება ახლა ხალხი მაინც არის მენდეს დასაპატიჟებელი როგორ ვარ ჩემ სახლთან იყო ეს ღონისძიება? ხო, მაგრამ პარტიული ღონისძიება იყო და მე ბიძინა ივანიშვილის კითხეთ ერთი, ვინ ვარ მე მისთვის? ვინ ხართ თქვენ მისთვის? მე ოცნებას კითხეთ, ვისთვის ოცნება მთელი ცხოვრება. ახლა ბავშვზე კაი საყვარელი არაფერი, მაგრამ რაღაცა ბავშვური ის გამოდის აქ. რა, ბატონო ავთო? აქ რაიმე ცუდს კი ვერ ხედავ, მაგრამ ბავშვური გაუგებრობაა რაღაცა. ვისთან? ოცნებასთან? არა, ოცნებიდან ვიღაც ბავშვური გაუგებრობა